მე როგორც 71-ის 45 მემატება მგონია. შეღავათია ეს ფენჯის თვალსაჩინო. რა შეღავათია, პენსია ავიღე და რაღა დამრჩა. მე 45 მომემატება, მაგრამ რა არის? 5 ლარიც დაემატათ, რა იყო? რატო უნდა ვიხადო 300 ლარში მე 1 წელიწადი? სიტყვაზე. დიდი პროცენტია, 26%. და მეორეც მითხრეს, მე რა ჭირი ვიცოდი. მეორეც მითხრეს, მეორე იმაზე რომ გამოწერილი გაქვს 700 ლარიო. მოგწეოდა ვიხარბე, ახლა ხო იცი, წამალი გვინდა, რამე გვინდა. 72-13 წლის ქალი ვარ. ხო და ავიღე. მომეწენა და პენსიონატო ჩაწერეს. 1000 ლარი. 250 ვიღებ და 5000 უკვე მოვრჩი ნოემბერში. ხო და ადგენენ ახლა და რა გააკეთეს. რა უთხარი 26 ესე იგი 23 წელიწადი მომიმატეს რა. სამჯერ მომცეს წვრილათა და 3 წელიწადი მომიმატეს. 200 უნდა ვიხადო იმ 300 ლარშიაც, 700 ლარშიაც და რაღაც 200 ლარში. შეღავათი როგორ იქნება, ორ მაგათ კიდე ძვირდება ყველაფერი. არ ვიცი. რაღაცა რომ მინდა, ყველაფერს ვერ ავკიდულობ, რაც მინდა. არ ვიცი. 400 ლარამდეა, მაგრამ მაძლევენ, არ მაძლევენ. 200 ლარი გოგო იმყავდათ სუდათა. და გამოვიტანე. აღარ დაიფარა, დღეს უნდა მივსულიყავი და მე დამავიწყდა. 1-5 წელიწადია რაც მიკავე. არავითარი შეღავათია, უბრალოდ რო არ მოვკვდეთ მშივრები, მაგითი მაყოფილდებით უფრო რა, ვითომ. ვისაც ქვეყანა ფული, იმას უფრო უმატებენ. ვიძე პენსიონერს. გლეხკაცო ვინ აკითხავს. 15 წელს ხელფასი აქვს. ადვოკატებს და პროკურორს. და ჩვენს აქვს. 20 ლარი არის. ეს მათ ხო არ დაუგდება 20 კაპიკასა, ისე ჩვენა.